რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართულმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულია და ქართული ოცნება იწყებს ამ ინიციატივის აღსრულებას. 15 ოქტომბერს მმართველი პარტია დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის ამოქმედების შემდეგ კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა. ასევე აეკრძალებათ სხვა პარტიებში გაწევრებაც. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ამ აკრძალვებით საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდებიან. პარტია არ არის რაღაც იურიდიული ფორმა, ხომ? პარტიის არაკონსტიტუციურობას უპირველეს ყოვლისას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან იდეოლოგები და მმართველები ამ პარტიის. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო. უახლოეს წარსულიდან თქვენ იცით საფრანგეთს ან სხვას რომ გადავხედოთ, იცით რომ ეს სხვა ქვეყნებში არის დამკვიდრებული სტანდარტი, ასე რომ ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ლოგიკური და გასაგებია, რომ როდესაც თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, თუკი პარტია შუღლს აღვივებს, თუკი პარტია ტერიტორიულ თვლიანობას არღვევს, თუკი პარტია კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს არა რაღაც იურიდიული პირი, როგორც ასეთი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებას განაპირობებენ. ნაციონალური მოძრაობის ახლა ზოგიერთი წევრი გუშინწინდელი დღეს სხვა პარტიაშია, ხომ? მაგრამ იმ გუშინწინდელი დანაშაულია, რომელზეც მას უნდა მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ასე რომ ყველაფერი იქნება სასაჩვენო მოთხოვნაში, ჩვენ არ გულისხმობთ მარტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გულისხმობთ ჩვენ სასაჩვენო მოთხოვნისთვის, გულისხმობთ ასევე მათ, ვინც არიან მათი ფიზიკური განაყოფები, ნაწილი, კოლგის ქვეშ ყოფი თუ ასე შემდეგ, კონკრეტულად რომელი პარტიები იქნება, ამას ნახავთ სასაჩვენო მოთხოვნაში. საკანონმდებლო ცვლილებების გარდა ხელისუფლება გეგმავს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი. ქართული ოცნების სამიზნეები არიან ყოფილი სახელისუფლებო პარტია და მასთან დაკავშირებული ცალკეული პირები თუ პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებსაც მმართველი გუნდი მოიხსენიებს კოლექტიურ ნაცმოძრაობად. პრემიერ-მინისტრის თქმით, სარჩელი ემსახურება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას. რეალურად ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადება საბოლოოდ სარჩელი და ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენთან პოლიტიკურ სისტემაში არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება და ზუსტად ამის გამოხატულება ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელისა და კანონპროექტის პირველი სამიზნე არის ნაციონალური მოძრაობა. ამ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება არის არა უბრალო ქაღალდი, არამედ ღირებულებათა ერთობლიობა. პარტიაში გახარია საქართველოსთვის ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა არ არის ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესი. ლელოს კოალიციაში კი საქართველოში რუსულ-ბელარუსული პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრების მცდელობაზე საუბრობენ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რა ფორმით, როგორი ფორმით ამას შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ და ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი რიგითი წევრის განწყობა არის ეს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეჟიმმა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ნაციონალური მოძრაობა არ არის რაღაც ქაღალდი და იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. ნაციონალური მოძრაობა არის ღირებულებები და ფასეულობები და ამისთვის ბრძოლა ცხადია გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა რო სდომებოდა ოცნებას, ამას აქამდე გააკეთებდა, მაგრამ არ გააკეთა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ოცნება ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. რადგან ნაციონალური მოძრაობა არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მთავარი მიზეზი. და ეს 4 ოქტომბრის მერე მაინც კარგად უნდა გაიაზროს
ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმი, რათა საბოლოოდ მოკვდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი პარტიები, რომელთაც სურთ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის უკვე ფართოდ გახსნილი კარი რუსეთისათვის და იმ სისტემისთვის, რომელიც შექმნილი აქვს რუსეთს თავის ქვეყანაში და შექმნილი აქვს ბელარუსში. ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის დემოკრატია და გადარჩეს თითოეული პროდასავლური პარტია. პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ყავს 9 ავტორი, მათ შორის ქართული ოცნებისგან გამოყოფილი ხალხის ძალის წევრები. ბოლო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია ამომრჩეველს არაერთხელ დახპირდა ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციურ აკრძალვას და როგორც პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, საქართველოს გათავისუფლებას აგენტურისგან.